ერთი რამე მინდა გავიხსენო. იყო ხოლმე თამაშები ხანდახან ლოკომოტივის სტადიონზე. კი, პირველ თავიდან ეგრე იყო. ხო, ლოკომოტივის სტადიონზე ხო და აი აქ ხდებოდა ხოლმე რა, აი ვინც გამორჩეული იქნებოდა, მეორე დღეს მას დატოვებდა ნოდარ ახალკაცი რომ განაცხადში რომ შეევა. ეგრე იყო, რა თქმა უნდა, ეს სულ ეგრე იყო, მარტო ლოკომოტივზე კი არა. სულ ეგრე გასვლაზეც ესე იყო, იმიტომ რომ იქ საერთოდ ფეხბურთელი რო არ თამაშობს, ის კარგავს ფორმასაც და ბევრ ამას კარგავს. ამიტომ ნოდარი ცდილობდა ხოლმე რომ ვინც ძირითადში ვერ ხვდებოდა დუბლში ეთამაშა. და შემდეგ იქიდან არჩევდა ხოლმე ვინც გამოირჩეოდა, მერე გადაყავდა და სათადარიგოში იჯდა. სკამზე სვავდა და ან ერთ ტაიმს ათამაშებდა, ერთ ტაიმს ვინც ძალიან ახლოს იყო და ერთ ტაიმი იმიტომ რომ ფორმიდან რო არ გამოსულიყო, ჩვენთან ითამაშებდა, თან ჩვენ გვეხმარებოდა და თან კიდე აცო მე მახსოვს ყიფიანსაც აქვს ნათამაშები დუბლების შემადგენლობაში. ყიფოს არ მაქვს. ყიფიას მე არც ვოვას და არც ყიფოსი არ მაქვს. აი ტრამვის მერე ყიფიანი ტრამვის მერე რო შემოვიდა, ითამაშა. კი. ითამაშა ყიფიანმა. კი, ეხლა ერთი რამე მინდა ძალიან აი მანუჩარი არ მოსოს მანუჩარას არ თამაში. როგორ ითამაშებდა დუბლებში ხა ტრავას არ იღებდა. აი ჩვენ ვსაუბრობთ 77-78 ხო? ეხლა 77-ის და 78-ის 30-ვე თამაში აქვს ნათამაშები. ძირითადში. ორი სეზონის განმავლობაში.